ვის მოიაზრებენ ახალ პატრიარქად სინოდის წევრები გლოვის დასრულებამდე საუბრისგან თავს იკავებენ. საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებით პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ არაუგვიანეს 2 თვის ამოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, სადაც წევრები თითო კანდიდატს ასახელებენ. სინოდი კენჭისყრით ირჩევს 3 კანდიდატს, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მიიღებენ. ამის შემდეგ იკრიბება საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. პატრიარქად ჩაითვლება ის არჩეული კანდიდატი, რომელიც მიიღებს მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე. პატრიარქ ილია მეორის ანდერძთან დაკავშირებით საპატრიარქო პირველ განცხადებას აკეთებს. უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ არის ანდერძი, თქვა საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. ილია მეორემ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი 2017 წელს დაასახელა. მოსაყდრის როლი და მოვალეობა ახალი პატრიარქის არჩევნების ჩატარება, სინოდისა და გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის მზადება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა. საელჩოს ცნობით პიტერ ანდრეოლი მთავრობის კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ირანს შეთანხმების მიღწევა სურს, ეს ჩვენც გსურს, მათ ბირთვული იარაღი აღარ ეკნებათ. ირანი კი ამაზე თანახმაა, განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.